აბიტურიენტებს გამოცდების პირველადი შედეგების გაგების შემდეგ ფაკულტეტის შეცვლის უფლება ექნებათ. რეგულაცია წელს ამოქმედ და სტუდენტობის მსურველთა რიცხვი უპრეცედენტო დიდია და 42,000 შეადგენს. სპეციალისტები კი კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ქეთი ბრაჭული გაგაცნობთ დეტალებს. მე პირადად არჩეული მაქვს ყველა ფაკულტეტი, რაც მინდოდა, ასე ვთქვათ, და არ მგონია კიდე რამე ცვლილება შევიტანო, მაგრამ ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარება წლების წინ გადაწყვიტა. ამბობს, რომ არჩევანს არც გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეიცვლის. დარწმუნებულია, რომ მაღალი კონკურენციის მიუხედავად წარმატებას მიაღწევს. ვემზადები ფიზიკაში, მათემატიკაში გაძლიერებულად და ლიტერატურაში. მაგრამ საბოლოოდ, რომელს მიენიჭება პრიორიტეტი, არ ვიცი, ეს ხო იმასაც არის დამოკიდებული, რა ფაკულტეტს ავირჩევ პირველ ადგილას. არჩევანის შეცვლა არ სურს, თუმცა გიორგის და მასთან ერთად 42,000 აბიტურიენტს არჩეული ფაკულტეტების შეცვლა შედეგების გამოცხადების შემდეგაც შეეძლებათ. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით რეგისტრაციის პროცესი გაცილებით მოქნილი გახდება, რაც სტუდენტობის მსურველებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ეს მათ დაეხმარებათ და ბუნებრივი აპრიორი არ ეცოდინებათ ახლა იქ კონკურსი როგორია და ჩაირიცხებიან თუ არა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ისე, რომ იმ ფაკულტეტებზე, სადაც ადრეც იყო კონკურსი, მაღალი კონკურსი, იმ ფაკულტეტებზე კონკურსი აუცილებლად შენარჩუნდება. ვიდრე სტუდენტის სტატუსს მიიღებს, ყველა აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს. განათლების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ბარიერი ძალიან დაბალი არის, გამოც მისი გადალახვა ბევრ აბიტურიენტს შეუძლია. მე ვემხრობი, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იყოს უფრო შედარებით მაღალი, რომელსაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაიწევს დაუშვათ უნივერსიტეტში უმაღლეს სასწავლებლებში შედარებით უფრო მოუმზადებელი ბავშვები მოხდნენ. ამისი საშიშროებაც რასაკვირველი არის. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ილიას უნივერსიტეტის რექტორი და ამბობს, რომ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ამ შემთხვევაში სიმბოლურია. გიგი თევზაძე განმარტავს, რომ განათლების მიღება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. აქამდე იყო პრობლემური, რომ ესე იგი არ იყო. ყოველთვის ხანდახან იყო არაადეკვატურად რთული, დაუშვათ იგივე მოხვედრა, რომელიც არ შეესაბამებოდა დაუშვათ არც ბაზრის მოთხოვნას, არც ქვეყანაში ვითარებას. და პრინციპში რაც უფრო გაადვილდება შესვლა, რომელსაც მით უკეთესი ყველასთვის, სტუდენტებისთვისაც, უნივერსიტეტებისთვისაც და ქვეყნისათვისაც საბოლოოდ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს სტუდენტობისთვის 42,000 აბიტურიენტი იბრძოლებს, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას მხოლოდ 35,000 გააგრძელებს. გამოცდები 27 ივნის დაიწყება.